კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, სამწუხაროდ ვიდეო გამიწყდა და ვაპირებ რომ მეორე ნაწილი ჩავწერო, ასე ვთქვათ, პირველ და მეორე ნაწილის სახით ავტვირთავ ამ ვიდეოებს, რადგან საკმაოდ კარგი გაშლა დაიწყო და გული დამწყდა რომ გამეუქმებინა ეს ყველაფერი, ამიტომ გავაგრძელებ მეორე ნაწილში. დავიწყოთ, როგორც მახსოვს ვამბობდი იმას, რომ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ურთიერთობებში თავი გრძნოთ კარგად, ძალიან კარგად. ბოლოს ვამბობდი იმას, რომ ხო, მოკლედ არ გინდათ იგივე სიტუაციების გამეორება, რაც იყო ადრე. როგორი ურთიერთობებიც გქონდათ ადრე, სადაც იყავით დეპრესიული, ურესურსოთ, არაფერი წინ არ მიდიოდა და ის სტაგნაციური სიტუაციები გქონდათ სულ ურთიერთობებში და რაღაცა ერთ წრეზე ბრუნავდით და აი ეს სიტუაციები აღარ გინდათ შემდეგ ურთიერთობებში და ამიტომ ხართ ძირითადად უფრო ესეთი სტაბილურობისკენ და ისეთი ადამიანისკენ გადახრილები და ისეთ ადამიანს ელოდებით თქვენს ცხოვრებაში, ან არ ელოდებით, მაგრამ გჭირდებათ ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც უფრო მეტ რესურსს გასცემს თქვენსკენ და აქეთ თითქოს არ ელოდება სამაგიეროს. აი ესეთი პიროვნება გჭირდებათ გვერდით. ხო. სადაც თქვენ ასე ვთქვათ მაყურებლის პოზიციაში იქნებით, აბა ეხლა რა სიზავს ჩემთვის, აბა ეხლა რას გააკეთებს, აი რაღაცა ესეთ ურთიერთობაში იგრძნობთ თავს ძალიან კარგად. კი ბატონო. გავიგოთ კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ურთიერთობაში იგრძნობთ თავი კარგად. აი კონკრეტულად როგორი ურთიერთობა გჭირდებათ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კონკრეტულად როგორი ურთიერთობა გჭირდებათ, რომ თავი იგრძნოთ მშვიდად და ბედნიერად. აი ვიტყოდი რას, ასევე შეიძლება ითქვას ის, რომ გჭირდებათ ურთიერთობა ოჯახური, სიმყუდროვე, სადაც გეყოლებათ მეუღლე, შვილები, სადაც დადებითი ემოციებით ივსებით, სადაც ვითარდებით და ერთად გადალახავთ დაბრკოლებებს, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს, სადაც არ იქნებით ერთ ადგილზე გაყინულები და რაღაცა ესეთი ჯანსაღი, როგორი ინსაიტი მომდის, იცით, აი ჯანსაღი კონფლიქტიც კი კარგი იქნება თქვენთვის, აი როგორ გითხრათ, შეიძლება ადრე ვინც გყავდათ პარტნიორი დაუშვათ, იყო ისეთი პიროვნება, რომელიც აი იბუტებოდა, არაფერს არ გამოხატავდა, რა ეწყინა, რა გაუხარდა, აი რაღაც ვერ იგებდით ვერაფერს და ნუ რას წინდა, არაფერს არ გეუბნებოდა და უბრალოდ თავისთვის ჩუმად იყო, იბუტებოდა და თქვენ ვერ გებულობდით, ხო? აი ეხლა შემდეგ ურთიერთობა რაც გექნებათ, გინდათ ზუსტად ის, რომ აი ჯანსაღი კონფლიქტიც არა, აი როგორ ჯანსაღი ვიღათ რომ განსაჯოთ ხოლმე რაღაცა სიტუაციები ერთმანეთში და ჯანსაღად რომ გადაწყვიტოთ, ისაუბროთ ერთმანეთში, მოკლედ აი ამის თქმა მინდა, რომ ისაუბროთ, ილაპარაკოთ. ხო, აი ესეთი ურთიერთობები უფრო გიზიდავთ ახლა და ესეთ ურთიერთობაში უფრო უკეთესად იგრძნობთ თავს, ვიდრე ისეთში, სადაც აი იბუტება ადამიანი, არაფერს არ გეუბნებათ, არც კი გამოხატავს ემოციას საერთოდ და უბრალოდ თავისთვის არის და თქვენ ვერ გებულობთ რა დაემართა. კიდევ როგორ ურთიერთობაში იგრძნობთ თავს ძალიან კარგად და ბედნიერად.
აი ხო ურთიერთობა სადაც იქნებით მთავარი ქალი ну მთავარი ადამიანი თუ მამაკაცები მიყურებთ თქვენზეც არის ეს გაშლა ან მეუღლე ან პიროვნება რომელიც მხოლოდ ის არის ამ პარტნიორის ცხოვრებაში და სხვა მეტი არავინ და იქნებით ისეთ ურთიერთობაში ბედნიერი, სადაც არ იქნებით ფარული ადამიანი. შეიძლება აქამდე გქონდათ ეგეთი ურთიერთობები, სადაც პარტნიორი არ გმალავდათ, ასე ვთქვათ, და არ გაჩენდათ და იყო დაფარული ეს ურთიერთობა, რომელიც ძალიან გამძიმებდათ და აი თქვენთვის ზედმეტი ტვირთი იყო, ასე ვთქვათ ეს და აი ურთიერთობა გინდათ ზუსტად ესეთი მომავალში და ესეთ ურთიერთობაში გრძნობთ თავს, სადაც იქნებით იმპერატრიცა, ან იმპერატორი, ანუ ქალი და კაცი მთავარი თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში. ერთადერთი პარტნიორი, ასე ვთქვათ, პარტნიორი, რომელსაც არ მალავენ, პარტნიორი, რომელიც არის ოჯახის წევრი, არის მეუღლე, აი ესეთი ურთიერთობა გინდათ და იქ იგრძნობთ აი ესეთ სიტუაციაში გრძნობთ თავს ძალიან სავსედ, რესურსულად და მიმზიდველად. სხვანაირ ურთიერთობაში, აი ფარულ ურთიერთობებში ნაკლებად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კიდევ როგორი ურთიერთობა გჭირდებათ და როგორ ურთიერთობაში გრძნობთ თავს კარგად. ვინც აიხლა ამ ვიდეოს უყურებს, კიდევ როგორ ურთიერთობაში გრძნობთ თავს კარგად. მოდი ამას სხვა დასტაზე ვიკითხავ. ბოლოს თითი დამებს ავიღებ. ეხლა ვინც აი ამ ვიდეოს უყურებს, როგორ ურთიერთობებში, ან როგორ ურთიერთობაში იგრძნობს თავს ძალიან კარგად და როგორი პირადი ურთიერთობები სჭირდება მას, ვინც ეხლა აი ამ ვიდეოს უყურებს. ნახოთ. ესე. მოკლედ ვიტყვი ამას. წარსულში ასეთ პიროვნებებს ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, გქონდათ გამოცდილება საკმაოდ ისეთი ურთიერთობები, სადაც იყო ძალიან ბევრი გაურკვევლობა, ეჭვები, შიშები, საკუთარ თავთან ბრძოლები, შეიძლება ისეთი არაჯანსაღი მიჯაჭვულობა პარტნიორთან და ეს ყველაფერი რადგან დასრულდა და როგორც იქნა გადალახეთ, ან ვიღაც ამ პროცესში ხართ გადალახვის, შემდეგი ურთიერთობა და ურთიერთობა, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ, იქნება ის, რომ ისევ და ისევ იმპერატრიცა ამოვიდა, სადაც იქნებით მთავარი ადამიანი ამ პიროვნებისთვის, თქვენი პარტნიორისთვის, სადაც უმეტესად კიდევ სიახლე ის არის, აი ახლა ამ დასტით რომ გავშალე, რომ სადაც უმეტესად თქვენს გადაწყვეტილებებზე იქნება ეს ურთიერთობა აგებული. აი თქვენ როგორც გადაწყვიტავთ. არა, რა თქმა უნდა, მასაც მისი აქტიურობაც იქნება თქვენთვის მთავარი, მაგრამ უყურე თქვენ როგორც წაიყვანთ ამ ურთიერთობას, აი ისე წავა და ის ადამიანი გამოგყვებათ, ასე ვთქვათ რა, აი დაიფასებთ თავს, დაგაფასებთ ბოლომდე, თუ არ დაიფასებთ, ისიც რა თქმა უნდა პირიქით, მაგრამ გინდათ ისეთი ურთიერთობა, სადაც თქვენ მართავთ, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობას და გექნებათ ძალიან დიდი სიმყარე ფინანსურად ემოციურად და ყველანაირი რესურსების მხრივ. აი ეს არის თქვენთვის მთავარი და აი ამ ყველაფრით იქნებით ბედნიერი შემდეგ ურთიერთობებში. აი ეს ყველაფერი გჭირდებათ, რომ იყოთ ურთიერთობაში
წარმატებული, ბედნიერი და არ გქონდეთ რაღაცა ეჭვები და შიშები აი ამ ურთიერთობის ან თქვენი პარტნიორის. ან ზოგადად ურთიერთობის ზოგს აქვს ურთიერთობის დასრულების შიში და ან მარტო დარჩენის შიში და აი ესეთი შიშები რომ აღარ გქონდეთ, ესეთი ურთიერთობა გჭირდებათ თქვენ რომ აი თქვენს ხელში იყოს ეს ყველაფერი და თქვენ მართოთ. კი ბატონო. ასე დავასრულებ დღევანდელ გაშლას. ორ ნაწილად გაიყო, ასე ვთქვათ, დღევანდელი ვიდეო. სამწუხაროდ გირჩევთ რომ ორივე ნაწილს უსმინოთ, რადგან ძალიან ბევრჯერ ვიკითხე რომ როგორ ურთიერთობაში გრძნობთ თავს კარგად და ეს ბევრჯერ იმიტომ ვიკითხე რომ ყველასთვის სხვადასხვა სიტუაცია ხო? ვის რა ჭირდება ურთიერთობებში და ამიტომაც ძალიან ბევრჯერ გავიმეორე ერთი და იგივე კითხვა. დავასრულებ დღევანდელ გაშლას, წარმატებულ და ბედნიერ საღამოს გისურვებთ, მეგობრებო. დროებით.